რამდენიმე წამის წინ დაიწყო სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სასამართლოს ხდომას მსჯავრდებულებიდან 2 გური მირცხულავა და სერგეი კუხარჩუკი არესტრებიან. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ სურდათ დღევანდელ ხდომაში მონაწილეობის მიღება და ადვოკატები წარმოადგენენ სწორედ მათ პოზიციას და მათ უფლებებს დაიცავენ, რადგან მაყურებლისთვის არ არის შესაძლებლობა ნახოს რა ხდება ხდომათა დარბაზში. მე ახლა მაყურებელს მოუყვები, როგორ განვითარდა პროცესები, როდესაც სინდისის პატიმრები შემოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. თავდაპირველად ბრალდებულების ნაწილი, დაკავებულების ნაწილი ბრალდებულებისთვის განკუთვნილ ადგილას შემოიყვანეს. ეს არის იზოლირებული ტერიტორია, შუშებით გარშემორტყმული და ასევე მეორე ნაწილი, ის ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე, რომელიც მცირე ზომის არის, ვერ დაეტია, უნდა შემოსულიყო იმ ადგილიდან, საიდანაც მოსამართლეები შემოდიან, ვინც ერთხელ მაინც საკონსტიტუციო სასამართლოში ნამყოფია, ემახსოვრება ან კადრები აქვს ნანახი საკონსტიტუციო სასამართლოსი, სააპელაციო სასამართლოსი, ემახსოვრება წითელი ხავერდის ფარდებით არის გაფორმებული დარბაზი, სწორედ ამ ტერიტორიიდან შემოდიან მოსამართლეები სასამართლო პროცესზე და როდესაც ბადრაგებმა ეს წითელი ხავერდის ფარდები გადახსნეს, პირველი გამოჩნდა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და რამდენიმე წამით ყველას დაავიწყდა, რომ იმყოფებოდნენ სასამართლოს ხდომათა დარბაზში, თუმცა შემდეგ დაინახეს ხელბორკილები, რომლითაც შემოიყვანეს სწორედ ანდრო ჭიჭინაძეს ხდომათა დარბაზში, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გია ტერაშვილი და ასევე რეზო კიკნაძეს ხედან ახლა იმ ადგილას, სადაც ადვოკატები უნდა იჯნენ წესით, რადგან ბევრი ბრალდებული არის, ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ჯერჯერობით ბრალდებულებს არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, მათ არაფერი არ უთქვამთ, თუმცა დაანონსეს, რომ სურთ განცხადების გაკეთება და მოსამართლემ მათ მიცა პირობა, რომ რამდენიმე წუთში ექნებათ შესაძლებლობა, რომ გააკეთონ განცხადება და თქვან ის, რაც სათქმელი აქვთ ქართული ოცნების წევრებისთვის თუ საზოგადოებისთვის. ახლა უკვე მხარეებმა დაიწყეს შესავალი სიტყვის თქმა, პროკურატურამ თქვა, რომ ორგანიზებულ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ორგანიზებული ძალადობის მონაწილეები იყვნენ სინდისის პატიმრები და ახლა უკვე საკუთარ პოზიციას ადვოკატები აფიქსირებენ. უფლებადამცველების შეფასებით ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება და მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები ჯგუფურობასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს პროცესზეც ასევე ვკითხე მე ბრალდების მხარეს, რომ ამ მოცემულობით თუ მტკიცდება და მსგავს რამეს ასევე ვერ ამტკიცებს. ასევე აპელირება იქნება იმაზე, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არის წარმოდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეხლა მუხლი კი გადააკვალიფიცირეს, მაგრამ რაზეც გადააკვალიფიცირეს, ისაც არ მტკიცდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება სწორება გაკეთებული დაცვის მხარის მხრიდან. დღეს სასამართლოში შესავალ სიტყვებს ვიტყვით როგორც დაცვის მხარი, ასევე პროკურატურა, ყოველ შემთხვევაში ასე არის დაგეგმილი. სავარაუდოდ იქნება მოკლე და იმ ფაქტების შეჯამება, რომლებიც საქალაქო სასამართლოში ცხადვის მანძილზე განვითარდა და ასევე სასამართლომ უნდა თქვას მნიშვნელოვანი 2 გადაწყვეტილება. პირველი ეს არის მედიის საკითხი, რამდენად ჰქონდა მას ანუ სასამართლოს კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, მედიას დაუშვებენ თუ არა დღეს პროცესზე. და ასევე სინდისის პატიმრების ბედი თავად სასამართლო პროცესზე, ანუ ისინი ისევ დარჩებიან თუ არა იმ რაღაც მოკლე რამდენიმე კვადრატში 14 ადამიანი თავის ბადრაგებთან ერთად და ასე შემდგომ და ექნება თუ არა მათ საშუალება, რომ სრულყოფილად იყვნენ ამ ფორმითაც ჩართულები სასამართლო პროცესებში. მას ჩასეს სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სასამართლო პროცესი. სულ ცოტა ხანში უკვე სინდისის პატიმრებს ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ, გამოეხმაურონ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტს, აქვთ თუ არა რაიმე ამ შეწყალების აქტთან დაკავშირებით სათქმელი, რადგან მათ არ მიუმართავთ ქართული ოცნების პრეზიდენტად დასაქმებული კაცისთვის შეწყალების მოთხოვნით. არც ერთი მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს. ყველა მათგანი აცხადებს, რომ უდანაშაულოები არიან, ბრალდება არის აბსურდული და რომ ისინი პროევროპულ აქციაზე დააკავეს იმის გამო, რომ კონსტიტუციით მინიჭებულ გამოხატვის ფარგლებში მოქმედებდნენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა სააპელაციო სასამართლოში, ცოტა ხანში უკვე გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ მსჯავრდებული სკამზე მჯდომ დაკავებულ ადამიანებს.